ეპშტეინის ფაილები ცნობილი ამერიკელი ფინანსისტის და პედოფილის ბურუსით მოცული საქმიანობა დროდადრო უფრო ნათელი და საჯარო ხდება, რაც რო გადის ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების პარალელურად გამოვლინდნენ ახალი და ყველასთვის ნაცნობი სახეები ამერიკის ელიტური წრიდან. აქვე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები თუ მოდელები. ეპშტეინის საქმიანობა საზოგადოებისთვის ვაში გახდა ცნობილი, როდესაც ერთ-ერთმა მექსიკელმა მოდელმა კამერების და პოლიციის თვალწინ განაცხადა, რომ კუნძულზე, რომელსაც ეპშტეინი ფლობდა, იქ არა მხოლოდ მოზარდებს აუპატიურებდნენ, არამედ იქ ადამიანებს ჭამდნენ. მოდელი მალევე პოლიციამ დააკავა და ისე გაუჩინარდა, რომ მისი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. კუნძული, რომელსაც ეპშტეინი ფლობდა, ხშირად სტუმრობდნენ ბილ კლინტონი და ასევე დონალდ ტრამპიც. სხვათა შორის ეპშტეინი მის ფაილებში ტრამპს მოიხსენიებს როგორც ყველაზე ცუდ და ამაზრზემ პიროვნებად. ხოლო როდესაც ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს ტრამპს, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი ეპშტეინის კუნძულთან, ტრამპმა კითხვას თავი აარიდა და ჟურნალისტი ოვალური კაბინეტიდან უბრალოდ გააძევა. ეპშტეინის ფაილები 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, სადაც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს. ასევე ეპშტეინის საუბრობს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე, სადაც მიმოწერაში საუბრობს. საერთოდ შეუძლია აზროვნება, ის ტიპიური აღმოსავლეთ ევროპელი ავანტურისტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც უკრაინელი ნაციონალიზმის თემით აპელირებს. ცხადია, რომ ამორჩელებისთვის დადგმული იაფფასიანი კომედიაა, მაგრამ საგანგაშო ამავე როლს ჩვენი ინვესტორების წინაშე თამაშობს. ეპშტეინის ფაილები კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს, სადაც სავარაუდოდ ფიგურირებენ ცნობილი მსოფლიო ლიდერები, მოდელები თუ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და მათი გასაჯაროება ეს უბრალოდ დროის საკითხია. ხოლო თავად თუ რა ბედი ეწია ეპშტეინს, გეტყვით, რომ ის 2019 წელს საბადიმრო დაწესებულებაში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სუიციდი დასახელდა.